საღამომშვიდობის ძვირფასო გამომწერებო, ბასრი დისკუსიები. კვლავ პარასკევს საღამოს თქვენთან ერთად არის და მე მიშა ვარ და მივესალმები ბატონ გიორგი. მოგესალმებით, გამარჯობა ბატონო მიხეილ. როგორ ბრძანდებით ბატონო გიორგი? რა გინდა მოყვე? სად ვიყავი თუ? მაშინ დავიწყებ ესე. ვონცეს გიო? ბარევძის. 4 დღე არ ავჩანდი, მოკლედ მოვიარე სომხეთი. აი? რატომ გითხე? ვონცეს თქო. და ვიტყვი რომ შესანიშნავი სამოგზაურო დანა არის, იქაც უჯიბეზე მეკეთა მიხეილ. რას ვიძახი, ანუ რაში გამოგადგა? აუ ძალიან ბევრი რამე გავხსენე. ყუთებს ხსნიდი? ძალიან ბევრი, ყუთები პაკეტები, ძალიან ბევრი რამე გავხსენე. და შეხვალ რაღაცა კვლით რო არ ძიგრო და ხელები და ყველაფერს ეგრე ვხსნი ხოლმე, ხო? კიდე რა დანა ქონდა წაღებული? არა, მეტი არაფერი არ მქონდა წაღებული. მარტო ეს მქონდა წაღებული. სერიოზულად? კი, მარტო ეს მქონდა წაღებული. ანუ არაფრის დაჭრა არ მოგწევი, ყველაფერს ისე ყიდულობდი? ხო, ეგრე არა. ეგრე არა. გასაგები. სასტუმროები და გასაგები. რესტორანი. სხვა მხრივ, კარჩი ყველაფერში არის იდეალური. კი ბატონო. და ყველა ისე მიყურებდა მეგობრები წავიყვანე ძალით სომხეთში, რომ აი რა გვინდა სომხეთში და გვინდა და მე მივასებდი ადრე მუშაობდი ტურისტულში და დავყავდა ხოლმე ეს ხალხი. მე ვეთანხმები გიორგის. კარგი. და ძალით წავიყვანე და კიდე ჩამოვიდეთო იმ პირობით დავბრუნდი. მოკითხვა ჩვენ სომეხ ძმებს აქედან. ხო და არავის არ გავუჩერები ვერ მიხეილ, რავი 4 დღე დავდიოდი ყველგან ცენტრში იყო, აქეთ პოლიციელები შემოხვდნენ და რა ვიცი, მშვიდად კარგად ვიარე. არ დაგიჭირეს 500 ლარი ჯარიმა? არა. არიცი. ეთყობა იქ არიციან შენ რომ დრამები. მოდი ბარემ ვიტყვი რომ თქვა? ქვი? ნენელა გაირკვევა სიტუაცია მეგობრებო კანონთან დაკავშირებით, რაღაცეები არის კიდევ, შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებ უფრო დეტალურად, აქ ერთ ვიტყვი რომ ბევრს აინტერესებდა, მეც მაინტერესებდა, დღევანდელი მდგომარეობით ეს არ არის ცივი არაღი მიხეილ. დასკვნა გაქვს? ამ კონკრეტულზე არა, მაგრამ რამდენიმეზე არის უკვე დასკვნა. რომ თქვა ჩამოვართვეს და სხვა დანებზე დაუწერეს და ესენი დააბრუნეს რა და ანუ ნენელა კიდევ უფრო წამოვა დასკვნები, იმიტომ რომ რაღაც უკვე ხო ხდების ჩამორთვეული დანები რაც იყო, სულ უკვე გავიდა რაღაც პერიოდი და წამოვა უკვე დასკვნები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამითი მე დავდივარ უკვე თამამად. მაშინ შემეც ჩავიდებ თამამად. აქამდე ვინც მეკითხებოდა, ვეუბნებოდი რომ ნუ სათუ არის, იმიტომ რომ შეუძლოთ დაწერა რომ ცივი არაღი არის, იმიტომ რომ ეხლა ამის პირი სად არის? მჭრელი პირზე არ არის საუბარი. ჩვეულებრივ დანის შემთხვევაში თუ მარტო მჭრელი პირი არ არის და მთლიანი სიგრძე არის პირი, აქაც რა ვიცი რა შეუძლიათ რომ თქვას რომ ეს არის პირი. ხო, იქიდან მიუდგები თუ აქიდან მოკლედ ის აქვს. შემთხვევაში ნუ პრაქტიკა ეგეთი არის, რამდენიმეზე დაიწერა უკვე რომ ეს არ არის ცივი არაღი და ჩემი აზრით წინაზე რო იყო, თქვა ერთმანეთის საპირისპიროებს რო წერდნენ. ეხლა უფრო მეტად ფრთხილად იქნებიან და ეხლა თუ დაიწერა რამდენიმეჯერ რომ არ არის ეს ცივი არაღი, ნუ ალბათ ეგრე გააგრძელებენ სანამ ახალი კანონი არ დაიწერება. კაი, შემდეგი რა შვებით მიხეილ და გასათამაშებელი გვაქვს, ხო? მიდი 2 წუთი შენ ისქენი, რა ქვია, მე რაღაცას აქ ვსირჩავ. კი. კაი. მოკლედ, წინა 2 ვიდეოს კომენტარებიდან უნდა გავათამაშოთ თითო ვიდეოზე, შემთხვევით ის პრინციპით ამოვაჩერთ სამ გამარჯვებულს და იყო მსჯელობა ადრე გქონდა რაღაც თქვა რომ ერთი კაი დანა გავათამაშოთ თუ არ გავათამაშოთ, სიმბოლური ხასიათის არის, არც დიდად არ გამოგვიყენებია ეს გათამაშება რაიმესთვის, პოპულარობისთვის, ან გადასაზრებლად ან რამე და უბრალოდ გადავწყვიტეთ რომ ჯობია ბევრი გავათამაშოთ და წვრილი და თქვა მეტი გავახარავთ ვიდრე რაღაცა ერთი იყოს და ასე შემდეგ. ერთ ვიდეოზე ვათამაშებთ სამ დანას. არა, 2 დანას და ანუ ერთ ვიდეოზე 3 ნივთს ვათამაშებთ. ერთი იქნება თქვა ერთ ვიდეოზე მისი და პერემენის, ერთი ესეთი პატარა ფრაიბარი გვექნება, კერშოსი და ერთი სატეს დანას გავათამაშებთ კიდევ. სატეს დანაზე ალბათ ამ ვიდეოში ვერ მოვასწრებ და შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებ ძალიან კარგად სატეს დანებზე, მაგრამ ისე ნუ თქვა რაღაც რომელიღაცა მოდელს ავარჩევთ და სატეს დანებიდანაც გავათამაშებთ. და ერთ ვიდეოზე კიდევ გვექნება Spider Continuation-ი, ესეთი ფრაიბარი, იგივენაირი კერშოსი და კიდევ სატეს მეორე მოდელს გავათამაშებთ. გასაგებია. დავიწყოთ მიხეილ თუ დავიწყოთ. მე მგონი სახალისო ამბავი არის რა. კაი, ვიწყებთ გათამაშებას. ძალიან კრიტიკულები მიქნებით მეგობრებო, პირველი პრაქტიკა არის ახლა ესეთი ფორმატით. მოკლედ აი ესეთი ჩვენი ვიდეო და საიტი გვაქვს, ერთ-ერთ საიტზე ლიმიტი გქონდა, ჩვენ გქონდა ახლა რენდომაიზერი. და აქედან ლინკს ვაკოპირებთ. მაგარი დაბნეული ვზივარი მე და. რატომ ისე ჩაერთე? შენ დაღლილი ხარ. შენ დაღლილი ხარ. კაი, ახლა ვათამაშებთ. აქ 88 კომენტარი არის. გადავიტანოთ. აი აქ ეს არის random picker-ი. так. ესეც ესე. ჩავსვით ლინკი მიშა. ამასობაში გამოიწერეთ არხით შემოგარგებო, ანუ რაც უფრო მეტნი ვიქნებით,
მით უფრო მეტი გათამაშებაც იქნება. კაი, მიშა, მოდი ამ შემთხვევაში პირველი გავათავაშოთ მისი. კი ბატონო. და pick a winner და ესეთი ვა, გამოვაჩენ. არა, აკო 7 და ბოლოში ესე არის და უსტო ისეთი ის აქვს რა, 7-იანები რომ ესე ბატონო. და გახსენი თან შავი, თან ეგ არის დაგენის All Black-ი, არის All Black. ყველაზე შავში მაგარია თო. ილოცავ აკო. კაი, არის. არის? ხო, იმას გადავუღოთ, ბატონო. ხო, ვიდეო უნდა გადავუღოთ. და კაი. აგერ. სადა აკო. ვიდეო. კაი. აკო 7 ესი წარმატებები გვისურვა და ასევე აკო მოკლედ გილოცავ და მადლობა მხარდაჭერისთვის და რო გვიყურებ. შემდეგი მიშა გავათამაშოთ, მოდი სატე გავათამაშოთ მიშა. მოდი. სატესი გავათამაშოთ, მოდი მზარეულის დანა. აჩვენე მზარეულის დანა და მე შემდეგ გამარჯვებულს გამოვავლენ ახლა. ესეთი ლევანი, მაცო 32-60. ჯიგრები ხართო და ასევე თქვენ ჯიგრები ხართ და მადლობა რომ გვიყურებთ და მადლობა მხარდაჭერისთვის და ლევან ეს უნდა გამოაცურო მთლიანად. თუმცა აღარ გამოაცურო და ისე. არა, მე მაინტერესებს რა მაინც აგერ. ამებზე დეტალურად მე ვისაუბროთ შემდეგ ვიდეოში. ის მიყვარს. კაი, მიშა. და შემდეგი გვაქვს გასათამაშებელი, ესეთი კეშოს ფრაიბარი, ესეც ძალიან მაგარი ნივთი არის, მიშა სიმართლე გითხრა. და გავთიშოთ ეს და ავარჩიოთ. შემდეგი გამარჯვებული და ეს ყავს გიორგი კალანდაძე 60-45 და გიორგი მოიგო კერშოს ესეთი ფრაიბარი, რომელიც არის თან ბრელოკი, თან გასახსნელი, თან ფრაიბარი, ძალიან კარგი აქსესუარი არის ბუდობაში. კი ბატონო, კაი. მოდი ახლა მიშა მეორე ვიდეოც ნათ და გადავიდეთ უკვე შემდეგ საკითხებზე. ვიდეოს აქ ამ შემთხვევაში გქონდა 106 კომენტარი. კი, ეგ ჩავსვათ. და replies არ გვინდა, ესენი გაიყოს. continue და prveli გამარჯვება. მოდი ახლა უკუმა მივყოთ მიშა, მოდი ფრაიბარი გავათამაშე. მოდი კლავ ფრაიბარი გავათამაშოთ. და შემდეგ გქონდა Andromeda მოიგო მიხეილ. Andromeda მოიგო. აი ეგეთი. გილოცავ Andromeda. აგერ ძალიან საინტერესო ფრაიბარი, ბრელოკი, გასახსნელი კერშოუს ბრენდის. კაი, შემდეგი მაშინ ავყვეთ და იყოს სატეს პატარა სანტუკუ ოჯახისთვის, აი დიდი შანსი არის რომ ბადრი ყიფიანი. კოზი ცივიერაღი იყოსო, კი, არის დიდი შანსი მაგისიც. მიხეილ. ბადრი გილოცავ, კოზი ალბათ არ იქნება ცივიერაღი, მაგრამ სანტუკუ ნამდვილად შენი არის და ეს თან არის ძალიან მაგარი ზომა, ანუ კი, სახლის ყველას ფავორიტი სანტუკუ არის ეს მშვიდობაში. და მიხეილ. თავარი პრიზი. Spider-Co Teenage. მაიტა ერთი მეც დამარკმევინე რა. პიკე ვინერ. გიორგი ძოწენიძე მოიგო. ეს სხვა გიორგი ძოწენიძე. კი. ეს ჩვენი არ არის. ჩვენი არ არის სხვა. ჩვენი არ არის სხვა. გიორგი გილოცავ Spider-Co Teenage-ს, მადლობა რომ გიყურებ და მადლობა გულშემატკივრობისთვის. ბატონო, ესეც ინტეგრალი დაშალეო გიორგი ითხოვს და დავშლით რამე ინტეგრალს გიორგი აუცილებლად გავითვალისწინებთ. არ დაშლის. რატო? არ დაშლის. კაი, მაიცადი გადავდო ახლა ლეპტოპი. ეს ნეტავი ჩვენი გიორგია თუ არ არის? ორი გიორგი ძოწენიძე ყავს, რა გამომწერე. ორივე გიორგი, ორივე ზოწენიძე და როგორ არის? ხო და რომელი არის? საინტერესო არის. აი მიშა. ეგ საჩუქრები. ეს საჩუქრები. კიდე ერთ თემას მინდა პატარა რამდენიმე წუთი დავუთმო. მიხეილ. შენ თუ უყურე DBK-ი რო გატესტა ბარკრივერი. უყურე. რა აზრის ხარ? ბარკრივერზე თუ იმაზე ექვია. აბა ჯერ შენი აზრი თქვი, მე სიმართლე გითხრა ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქამდე ვიცოდი. აი ჯერ შენ თქვი და მე იცი რა არის, მე გეტყვი, მე ერთი ეგეთი დაბეჭდილება დამჩარო, როგორ არის ის საკუზულზე ალალიაო რა. თუ აი რაღაც მაგი რავი, ანუ გაჭირვებულს ქვა აღმარჩი დაეწია. ჩააჭირეს, დაუტრიალეს ბოლომდე. კი ბატონო. აი ეგ დამჩა მე ეგ დაბეჭდილება რა.
მე იცი რაზე დამწყდაგული, ანუ ეს დანები ხო აქამდე 1000-ობით იყიდებოდა და აქამდე რატო არ იყო რომ აი ესეთი ბანძიდანა იყო მაშინ. აი მაგაში არ ვეთანხმები და ეგ არ მომეწონა რა. რამდენჯერ გაუტესტავთ, რამდენჯერ გამოვუყენებიათ და აიღეს უცებ ბარკრივერი და რავი ნახევრამდე გადატყდა, ნახევრამდე გაფუჭდა. აქამდეც გაუტესტავთ, აქამდეც ვთქვამთ, უბრალოდ აქამდე ბრენდის პოპულარობა ერეოდა, ან მე სულ მომაქვს და რა ვიცი, მე თუ გინდათ ლინკი დავდოთ. Cedric და Ada არის ესეთი YouTube გვერდი, რომლებმაც 7 წლის წინ გააკეთეს ეგ ტესტი, უბრალოდ იქ იყო ჟანგვადობაზე და ანუ ამოუტრიალეს კომენტარებში 2000-ზე მეტი დედის გინება არის, რომ თქვენ როგორ გაბედეთ და ბარკრივერსო როგორ შეეხეთ საერთოდ. არის ზოგადად ეს ფენომენი, როდესაც ბრენდის პატივისცემა იმდენად ძლიერია გიო, რომ აბრმავებს მოხმარებელთა რაღაც ნაწილს. კი, აი მაგის თქმა მინდოდა რა და მარტო დაბრმავებაზე არ არის. აი სხვა ყველა შემთხვევაში, გინდა ქართული დანების შემთხვევაში მეც ბევრი კრიტიკა გამომივლია რაღაცა რომ მithქვას, გინდა სხვა ბრენდების შემთხვევაში და უცებ რაღაცა ტიპის ჩაილეცა და უცებ ყველაფერი გამოდგა ცუდ და გამომჟღავდა და აქამდე კიდე ყველა აქედო და იყო და აი ეგ არ მომეწონა რა, ანუ რეალურად არ აფასებენ დანებს. აბსოლუტურად გეთანხმები და რამოდენიმე უამრავი ბლოგერი არის, აი ვერ აფასებენ დანებს. ამდენი ხანი ხო აქებდნენ. ჩემთვის ბლოგერები როგორ ვაყოფ გეტყვი მაშინ, რახან მაგ თემას შევეხეთ რა. ბლოგერობა ორ ნაწილად იყოფა რა. სანამ საკუთარ დანას გამოუშვებ და მერე. ანუ სანამ საკუთარ დანას გამოუშვებენ, მეტნაკლებად ნორმალური და ადეკვატურები არის. როგორც კი საკუთარ დანას გამოუშვებენ და მიდიან ასტრალში. მაგ ბიჭებმა იმდენად მაგარი საქმე გააკეთეს და მართლა ძალიან განსხვავებული კონტენტი, დინამიური, ხალისიანი, მაგრამ ნელ-ნელა კომერციალიზაციამ სძლია ბატონო გიორგი, აგერ მე რო წყლის სპონსორი ვერ ვიშოვე, რომ პროსტა 2 ბოთლი წყალი დამიდგან და ჩვენი დღევანდელი სპონსორი არის გეგის მათარა. არა და ხო შეიძლება მეთქვა რაღაცა. და იმათ რამდენი სპონსორი ყავს წარმოიდგინე რა. ანუ ეს ჯობია ესე კი, ხო გიო? მესმის, მაგრამ იცი რა არის, ანუ მოხმარებელს რომ უნდოდეს რაღაცა კარგად რომ შეარჩიოს და ფაქტურად ვერ არჩევს. ძალიან ძნელია და მე მაგალითად ანუ აქამდე ყველა აქებდა წარმოდგენა ექნებოდა რომ ეგრე არის. მე საერთოდ ეგეც არ მგონია რომ ეგეთი ცუდი იყოს, ანუ რა ჩინური ფოლადი ეგეთი არის რომ ეგრე რაც მანდ მოუვიდა ეგრე დაიმართო. ნამდვილად არ არის. ანუ როგორც უნდა ისე წარმოაჩენ რა დანას და ვიდეოს რა. არც ის იყო ობიექტური მანამდე რო იღებდნენ ვიდეოებს და არც ეს ტესტი არ არის ობიექტური მაგის თქმა მინდა. თავი ბოლო მოდი ესეთი რაღაცა გავაკეთოთ და ესე ვთქვათ, ნახე, მაგალითად ბალკრიბერმა 154 CM-ის მაგალითად 9 ხრომი ხო გამოიყენა. მე კიდევ ვერ დავიჯერებ, რომ მაგალითად 9 ხრომი არის თუნდაც cold steel-ის ფიქსებში, რასაც SK5-ს რო იყენებს რა. რომ აი ბევრად ჯობდეს SK5 იმას. ნუ არა გამორიცხულია რაც მაგად გადაიღეს ეგ ვიდეო, არ ვიცი, ახლა ბარკრივერს. მაგალითად მოინდომეს რა პროსტა, რომ გაეტეხათ და ესე. გაინტერესებთ, გადახედეთ DBK-ის რაღაც ბოლო ვიდეოებს, ნახოთ ბარკრივერზე და არ ვიცი, არც ერთ ჩინურ დანას არ მოსვლია, რაც მაგას დაემართა. ხო, კი ბატონო, და თვითონ ხო უკრაინულ იმასთან თანამშრომლობენ კომპანიასთან რა. ხო და მე ძალიან მომწონს უკრაინული კომპანია BPS-ი, გომაგობ უბრალოდ ძალიან მართლა დაბალი დონის ფოლადით აკეთებენ, უბრალოდ ბიუჯეტურ დანებს აკეთებენ. და იმის ტესტები გაქვთ, ნახე 10.55 ფოლადზე საოცრებები რო გააკეთეს. არა, მინახავს. მოკლედ, არენდოთ ბლოგერებს. არენდოთ ბლოგერებს და აი სულ მინდა ხოლმე რომ რაღაც მაქსიმალურად ავი არ მომასტრო ღმერთმა იმ დროს რომ რაღაცის გამო მომიწიოს, ალბათ წავალ. ალბათ უბრალოდ წავალ დავამშვიდობები ამ საქმეს რომ მომიწიოს რომ მაგალითად თქვა რომ რავი როგორ რაღაცა ვთქვა რა სატეს ბიუჯეტურ ხაზზე ის არ თქვა რასაც ფიქრობ ხო რომ მომიწიოს თქვა რომ სატეს ბიუჯეტური ხაზი პირობითად ჯობია კანეცუგუს პრემიალურ ხაზს ნუ კი ბატონო მაგრამ სატეს ბიუჯეტური ხაზი მე იმდენად მომეწონა ხო ისე შეიძლება სადღაც შეიძლება მართლა ავდგე და მე თვითონ დავაბერთ ხოლმე. ეგეც არ არის გამორიცხული. მოკლედ, ჩამოგვიდა დიდი ხნის, ესე როგორ ვთქვა, ძალიან ხანი ველოდებოდი და ჩამოვიდა სატესთან, მაგრამ ვინაიდან დანები ქონა გასათამაშებელი, მაშინ გადავწყვეტ რომ მეორე ვიდეოში გვექნება უფრო ისეთი ვრცელი განხილვა სატესტანების და ეხლა რაღაც წუნწული პატარა თემებს შემოგთავაზებთ. კიდე მინდა პატარა ყურადღება დავუთოთ მიშა გამოფენად ჩატარდა კი ბატონო გისმენთ შენ არ იყავი მე
არავის არ დაუძახები ვარ და ზოგადად ამ თემას მინდა შევეხო, ერთი ესეთი ამბავი მინდა ვთქვა, არავინ არ არის რა თქმა უნდა ვალდებული რომ ვინმე გამოფენაზე დაპატიჟოს, მაგას არ გულისხმობ. უბრალოდ როგორ უყურებ, იცი, არ ვიცი, ჩემი მეც ხო არ ვაკლებ რამეს თქო რა, ანუ მე ვთვლი რომ ნებისმიერი გამოფენა რო კეთდება რაღაც კუთხით ალბათ რაცა პრეს-რელიზივით უნდა იგზავნებოდეს იმ ხალხთან, ვისაც გაშუქება შეუძლია რა, თავი ბოლო და გეტყვი ამას რატო უყვები რა. მე ხო არ ვიყავი გამოფენაზე. აი ხა შენ მოგისმენ ბოლომდე და შენ რომ მორჩები, მოყოლას ერთი წუთი დამითმე, მე მევთქვა რაღაც. კაი, მაგრამ სანამ გამოფენაზე ვიტყვი ხლა. ალბათ მეც ვიცი და შენც იცი ახლა მაგის მიზეზები თქვათ რატო არ იგზავნებოდა, თუმცა ნუ აგვიხარდება თუ შეიძლება ეს ყველა. ხო, ალბათ, ხო, რა ვიცი. დეტალებში არ შევალთ, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში რაღაც ახსნა აქ უნდა მაგ ყველაფერს. კი, უბრალოდ ალბათ უკეთესი იქნება იმისთვისაც, ჩემი აზრით, იმიტომ რომ მე ძალიან დადებითად უყურებ ამ ყველაფერს და მეც მაგიტომ მივედი სიმართლე გითხრა და აქამდე ყოველთვის გვირქვამს რა, რაც მეტი შოუ იქნება, რაც მეტი ადამიანი იქნება მასში ჩართული, რავი, ჩვენც აგვადგება და ყველას წაადგება და მხოლოდ სიკეთეს მოუტანს ამ თემას. პირველ რიგში მე ულოცავ ამ გამოფენის ორგანიზატორს, ჯაბას გარდა არ ვიცი კიდე ვინმე თუ არის. მე კონკრეტულად ზაზარეიშვილი. ნუ ჯაბას ულოცავ, იმიტომ რომ ზაზასთან არ მაქვს ჯაბას ესე სალამით მაინც ვიცნობ და რა ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არ მქონდეს ურთიერთობა, ძალიან ვაფასებ იმ შრომას, რასაც წევს ეს ადამიანი, იმიტომ რომ ეს გამოფენა წინა, უბრალოდ ყოველი შემდეგი გამოფენა აშკარად ჯობია წინას და წარმატებები მეგობრებო, რომ მხოლოდ და მხოლოდ. კი, ცალსახას რა და წინაზე არ ვიყავი მეც და წინაზე თქვა სურვილი და ამ შემთხვევაში ნუ გადავაბიჭი რაღაცა, ასე ვთქვათ, ჩემს კომპლექსებს რა და მივედი მიხეილ და ძალიან გახარებული ვარ და მიხარია რომ მივედი. ბევრი შინაური ვნახე, ბევრი გავიცანი, ზაზარევიშვილსაც არ ვიცნობდი, ზაზარევიშვილის გავიცანი, სხვა ხელოსნებიც გავიცანი და ნუ კიდევ ერთხელ პოსტიც დავდე, მადლობა მოუხადე ორგანიზატორებს, ყველას მონაწილეებს, ვიზიტორებს და ძალიან კარგი საქმე კეთდება და რავი, წარმატებები მეგობრებო. სხვა მიხეილ ისე გამოვიდა რომ ხელსარილი არ წამოვედი. აბაგის. ხო და ისე გამოვიდა რომ დიმიტრი სტრელცოვი გავიცანი იქ ადგილზე რა და ვინაიდან რადგანაც ჩვენ ესეთი რაღაცა ექსკლუზიური ძვირფასი რაღაცა აქსესუარები გვიჭირს, დიმიტრის დაინტერესებული იყო, შორიდან ვისნობდით ორივე ერთმანეთს და გადავწყვეტეთ რომ გვეცადა თანამშრომლობა მიხეილი რა და ესე გამოვიდა რომ რამდენიმე მისი ნამუშევარი მაქვს წამოდგენილი ახლა. ძალიან საინტერესო. დანარჩენი ახლა ბევრი არ ქონდა ჩამოტანილი, შევხედავთ დაამზადებს, ჩვენ შევუკვეთავთ, შევხედავთ რა იქნება უფრო საინტერესო და კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება მისი ეს ნივთები. მოდი საწერი კალმებით დავიწყოთ მიხეილ და მე მგონია რომ ძალიან მაგარი საწერი კალმები არის. აი მე მაღაზიაში იყო მოსული ჩვენთან კაი ხანი ვისაუბრეთ რა და მე არ მქონა ესე დანახული ეს თემა რომ აი ხო მრავალფასიანი ნივთები დევს ჩვენთან, მაგრამ შეიძლება ვთქვათ 5-7 იღირდეს მარფიონე, მაგრამ ისეთი ექსკლუზიური არ იყოს და ეს საწერი კალამი ვთქვათ შეიძლება 1500-2000 იღირდეს და უფრო ექსკლუზიური იყოს, იმიტომ რომ ერთი ცალი არის და მართლა კასტომი არის და ისინი არ არის ეგრე. გეთახმები 100%. და აი მე სხვანაირად დავინახე ეს ყველაფერი რა, რომ აი სუფთა მართლა კასტომი, აი ორიგინალური, განსხვავებული და ერთი ცალი რო არის. აი ეგეთი მე ბატონი სტრელცოვის ასე ვთქვათ შემოქმედებას შეძლებს და გვარად ყოველთვის თვალს ვადევნებდი და ნამდვილად აღფრთოვანებული ვარ იმ დეტალიზაციით, რასაც ეს ადამიანი აკეთებს და ასევე იმ ხატრული ღირებულებით, რაც ფუნქციონალთან ერთად მის ნივთებს აქვთ რა. ეს რაც გიორგიმ აღნიშნა ექსკლუზიურობასთან დაკავშირებით, ახლოსაც კი ვერ მოვა ნამდვილად ის კონკრეტული მაგალითი, რაც შენ წეგან თქვი, აი ამასთან რა. სასწაული რამე არის. და მით უმეტეს ნუ მაღაზიაში ჩვენს სივრცეში ნამდვილად არ ქონა მსგავსი რაღაცები და ძალიან მიხარია რომ შეგვიმატა მისი ეს ნივთი. ძალიან გამიხარდება თუ მოვახერხებ და კოლექციაში ვიქონიებ, იმიტომ რომ აი დანახვისთანავე სურვილს რო აღიზრავს, აი ეგეთი ნივთია და რა ვიცი. აი თუ სურვილი გექნება ესეც შეგიძლიათ მარტო საწერი კალამიც ესე გქონდეს და ხელში მაინც ძალიან კომფორტულად ჭდება მეშა. ძალიან მაგარი რამე არის რა. კი, იშვიათად მე რომ მართლა რაღაცაზე გავგიჟდე, გადავირიო, აი ხა ძალიან მომეწონა და კიდე ძალიან ბევრი საინტერესო ნივთი აქვს რა და მაგებსაც აუცილებლად შევმატებთ. აგერ ეს ტყუის ფორმა, მოკლედ ბევრი ჩანაფიქრები აქვს, აქ ვამბუკი, კარგად რომ დაუკვირდე, ბევრ ამას აღმოაჩენ ამ
ნივთში. ძალიან მაგარია თვითონ თავისი ეს ტყავი. ოჩახ. კაი, მოდი რამდენიმე საწერი კალამი მაქვს, ისინიც ვაჩვენებთ, რომ უფრო კარგად გაიცნონ მისი ნამუშევრები. ალბათ ესეთი ელიტარული საჩუქარი, ცოტა რამ თუ შეიძლება იყოს, როგორიც არის, აი ესეთი ექსკლუზიური კალამი. კი, გეთანხმები მიშა. ესეც ბამბუკის ვერსია არის, უბრალოდ უკვე სხვა შესაძლებელი. რა არის ბატონო გიორგის ჩვენს მაღაზიაში რა საფასე კატეგორიაშია? გატყვევი ხარ რო კითხრა არ მახსოვს რა. რაღაცას $850 იყო თუ რაღაცა რა. მოგატყვევ რო კითხა პლუს მინუს ეგრე არის რა. ნუ არ ვიცი რა, აი რაღაცა არ ნახული სილამაზე არის. აუ არ ვიცი. მე რა კალმებთანაც მქონია შეხება ესეც დიდი შტაბეჭდილება არ მქონია არავისგან. და ესეც მესამე საწერი კალამი მიხეილ ესეთი ულამაზესი ვერსია და ეხლა დაუკვირდი ამას რომ აი თითქოს ხო რაღაც ისე არის ქაოტურად, მაგრამ შეხედავ და აი რომ მოუშვებ და უჭერ აი ეს ნახატი რომ ზუსტად იდეალურდება, ეგ სიამოვნებს ხოლმე რა. შემხოდია რაღაც რამდენიმე ბიძე, რაღაც მაღალი დონის ნამუშევრებს და აი იგივე ნახატი აქაც აი ძალიან სასიამოვნოთ არის. აი იმდენად არის ზუსტად სულთან ნამუშევარი, რომ აი ეს ხრახნი ატრიალებ და კომპოზიცია მე არ იკარგება. დაიჭირება ბოლომდე და ნახატი მთლიანიერი და აქაც იდეალურად ის რა. წინვალი ნამუშევრებია, გილოცავ პირველ რიგში შენ რომ ანუ მაღაზიაში მაგ მიმართულებით ესეთი ნამატია და ძალიან საჭიროა რომ მართლა გარდა დანებისა ასევე რომ ასოცირდებოდეთ რეალურ იმასთან, კალამაზა ძალიან მაღაზიასთან, მაგარი ამბავია ძალიან. და აგერ რამდენიმე სამშვენისიც მაქვს წამოყოლებული და მაგებსაც გაგიზიარებ მიხეილ, მე მგონია რომ მოგეწონება. ისეთია, სამშვენისებშიც მე არ ვიყავი ესე დიდად დაინტერესებული და ჩემთვის უბრალოდ იყო რაღაც უბრალოდ ფუნქციური, რომ იმას ქნა და თქვა ხელში კარგად დაიჭირო და რაღაც დეტალი შემატოს, მაგრამ თუმცა ცალკე სამყარო არის ეს ყველაფერი და ცალკე სივრცე არის და ცალკე არის custom სამშვენისები ეგრეთ წოდებული, თქვა შეიძლება ერთი ცალი იყოს გაკეთებული, რამდენიმე ერთეული იყოს გაკეთებული და აი ეს არის ეს ცნობილი სერიალი რა ქვია, ალესილი კეპები. Peaky Blinders აი. და ესეც custom არის. ნახე, ტომას შელბია. Peaky Blinders-ის ჩონჩხი. ანუ ტომას შელბის თავის ქალა, თავისი კეპკით და ძალიან მაგარია რა. კი, და კაი ნამუშევარი არის. ძალიან მაგარი რამეა. აი ესეც ძალიან მომეწონა თავისი იდეით. ეს არის მოხუცი და უკან ნიღაბი აქვს ესეთი ბავშვის. ეს რომელი სერიალია? სერიალი არ ვიცი, შეიძლება უბრალოდ რაღაცა Game of Thrones. Game of Thrones თემა. შემოგასწორე. ნიღბების სასახლე. შეიძლება. ნუ მოკლედ ძალიან მომეწონა თავისი იდეით რა შეიძლება რაღაცა პატარა ნივთი ეკიდოს და იქაც კი რაღაც ცალკე ისეთი სასიამოვნო ისტორია, ექსკლუზიურობა და ეს ყველაფერი იყოს ჩადებული. აი ეს მომეწონა. მეტი დავიტოვეთ ეს სამშვენისები, უბრალოდ რაღაცები ამოვარჩიე უცებ და წამოვაყოლე. ესეთი ყველის როგორ ვთქვა, ნაჭერში გახვეული თაგვი არის. თაგუნია, შიგნით შეძრა და ჩაფიქსირდა. აუ ძალიან საკაი, ძალიან კაი. უკანა მხარესაც ნახე როგორ არის. ძალიან გორუჭირა, მაგარია და. ოჩა. ძალიან მაგრები. კი, და ესეც მე მგონი Peaky Blinders-დან არის, რავი, გავს ძალიან ანკებკან ისე ინსპირაცია. არა, ეს არის, აუ არა, ეს სხვა არის. ეს სხვა არის. აი აქ მიდან შევახედოთ კარგად. ეს სხვა არის. ეს არის ვერცხლი არის, მიშა ნახე ესე ლამაზად ისე ვერ მიხსოვს. დამუშავებული, ძალიან მაგრადაა გაკეთებული. არა, ძალიან მაგარი იუველირული ნაკეთობებია. კიდევ სხვადასხვა მიმართულებით რაღაცა, ცოტა ისეთი ხელოვნების ნიმუშებებით რაღაცა ბრასლეტებიც აქვს რაღაცა. კი, აქვს. ჩოტკები, თუ რას ვეძახით. სხვადასხვა რაღაცები აქვს და მაგებსაც ნელა აუცილებლად შევმატებთ მიხეილ. ბრავო, ძალიან მაგარი ამბავი არის. კი ბატონო. დღეისთვის დაგვრჩა რამე? დღეისთვის მოდი ჩვენ ახლა ხო ორ ვიდეოს წერთ და მოდი დავაანონსოთ შემდეგ ვიდეოზე რომ სატე გვექნება. კი ბატონო, შემდეგ ვიდეოზე სატეს დანებს განვიხილავთ და სატეს მასაც გავტესტავთ. კი ბატონო, მასაც გავტესტავთ და დანებზეც ვისაუბრებთ უკვე შედარებით დეტალურად. ჩვენი ჯგუფის წევრები თვალს ადევნებთ რომ რაღაც პატარ-პატარა ვიდეოების სახით სატეზე რაღაცებს საუბრობთ, მაგრამ ესე დიდი გადაცემაში ერთიანად
შემდეგ ვიდეოში იხილავთ უკვე ყველაფერს. კეთილი. მადლობა ყურადღებისთვის და გილოცავთ ყველას და შემდეგში კიდევ გვექნება გათამაშება რაღაც იმას და ყველას წარმატებას გისურვებთ. მადლობა.